სტამბოლისა და კიევის საერთაშორისო ბიენალეზე წარმოდგენილი იქნება ქართულ-უკრაინული გამოფენა ფიქრის ფორმის მანიფესტი გაუჩინარების გზა. სტამბოლში გამოფენა 2 სექტემბერს, ხოლო კიევში 8 სექტემბერს გაიხსნება. ორი ქვეყნის ბიენალეზე ქართულ მხარეს 3 არტისტი ანა ჩადუნელი, თამარ ჭაბაშვილი და უტა ბაქაიძე წარადგენენ. ნამუშევრები სხვადასხვა კუთხით წარმოადგენენ ქვეყნების წინააღმდეგობრივ ისტორიას და რეალობას. წელს რამოდენიმე ძალიან დიდ ფორუმზე წარვადგინეთ, იგი ბიენალეზე, კვადრიენალეზე, პრაღაში ძალიან ბევრი მხატვრები წარდგნენ თავიანთი ნამუშევრებით და ჩვენი მიზანიც ესაა არც ერთი დიდი ესეთი ივენთი არ გამოტოვოს საქართველოს და ყველგან წარდგეს მაღალ დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანი ეს პროექტი არის ორი ქვეყნის პროექტი. ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოვაჩენთ იმ დღევანდელ რეალობას, რომელიც არის საქართველოდანაც და უკრაინიდანაც. Ჩემთვის საინტერესოა მაგალითად ის თემატიკა, რაც ესე ვთქვათ, საკმაოდ ლოკალურია და ამ კონტექსტში ჯდება, როგორ იმუშავებს და რა კითხვებს ესე ვთქვათ, გააღვივებს საზღვრებს გარეთ. იმიტომ რომ ეს თემა, რომელიც ჩემთვის ესე ვთქვათ, იყო მნიშვნელოვანი, ოჯახური ძალადობა არ არის მარტო ესე ვთქვათ, ქართული კონტექსტისთვის დამახასიათებელი.